ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში 45 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა გახსნა. კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის ყველა სერვისის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების ადგილზე მიღება. საზოგადოებრივ ცენტრში ასევე გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები, მაგთისა და ლიბერთი ბანკის სერვისები. ამავე შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კოხნარის მოსახლეობასთან ერთად მიმდებარე ბურნათის, წიფნარის, ქვემო და ზემო ხეთის, ნაკადულის, ჩომეთის და სხვა სოფლების 5000-მდე მოსახლე ისარგებლებს. ჩვენ დღეს 45 საზოგადოებრივი ცენტრი გავხსენით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში, სადაც ეს ცენტრი არა მხოლოდ აქაურებს კოხნარელებს, არამედ წიფნარში, ბურნათში და 40-ზე მეტ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება, ისე რომ ჩვენს მოხუცებს აღარ მოუწევთ პენსიის ასაღება. შორს სიარული ყოველთვიურად, ჩვენს ბავშვებს ექნებათ უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა, ინტერნეტი, მათ შორის უკაბელო, წიგნები, ელექტრონული და ასევე კლასიკური ფორმით წარმოდგენილი და რაც ყველაზე მთავარია, ასევე 300-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისი, თავისი შეხვედრების დარბაზით, რომელსაც ყველა დაჯავშნის და სოფლისთვის საჭირო საკითხებზე გამართავს შეხვედრებს. მე მინდა მიულოცო კოხნარელებს ეს ინფრასტრუქტურული სიახლე და გითხრათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ არა მხოლოდ გურიაში, არამედ სხვა რეგიონებშიც იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურულ განვითარებას და მოსახლეობის კომფორტზე ზრუნვას. საზოგადოებრივი ცენტრი მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს თავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.